იყო და არა იყო რა. იყო ერთი ავი და ბრაზიანი ლომი. როცა მოშივდებოდა, იმის მრისხანებას საზღვარი აღარ ქონდა. დაერევოდა მხეცებს და სულ მუსრს ავლებდა. იმარე მარის მხეცები ძალიან წუხდნენ, მაგრამ საშველი არ ჩანდა. ბოლოს, მეტისმეტად რომ გაუჭირდათ, ერთად შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს. რა ვქნათ, რით გადავურჩეთ ლომის თავგასულობასაო? ბევრის ჯაბაასის შემდეგ ასე გადაწყვიტეს. დაუნიშნოთ ლომს სამუდამო სარჩო. ჩვენ თვითონვე მივართვათ და ვთხოვოთ, რომ ჩემოგვეხსნას და ყოველდღე ნუღარ დაგვაწიოკებსო. წავიდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება ლომს მოახსენეს. თან ისიც უთხრეს, თუ ასე არ მოიქცევი, ავდგებით და სულ სხვა მხარეს გადავიხვეწებითო. ლომი დათანხმდა, მაგრამ გააფრთხილა კი. იცოდეთ, ერთი წუთითაც რომ დამიგვიანოთ საჭმლის მოტანა, დაგეცემით და სულ ერთიანად ამოგშლეთთო. ამ დღიდან იმარე-მარეში მყუდროება ჩამოვარდა. მხეცებს ყოველდღე სათითაოდ მიჰყავდა თითო ცხოველი ლომთან და ლომიც აღარ მძვინვარებდა. ბოლოს ჯერი კურდღელზე მიდგა. ან რომელიმე მხეცი უნდა მიეყვანა ლომისთვის, ან თვითონ უნდა მისულიყო და რა კი არავისი მიყვანა არ შეეძლო. ადგა და ისევ თვითონ წავიდა. მხეცებს შეებრალათ სუსტი და უმწეო კურდღელი და გულის ტკივილით გააცილეს. კურდღელს კი შიშისა არაფერი ემჩნეოდა. ნუ დარდობთ ძმებო და მეგობრებო, უთხრა წასვლისას მხეცებს. ლომს ისეთ ოინს უზა, რომ მეც გადავრჩები და თქვენც სამუდამოდ ჩამოგაშორებთო. მხეცებს გაუკვირდათ, ამ სუსტმა და მშიშარამ ლომს რა უნდა უყოსო. მაგრამ კურდღელი მაინც თავისას გაიძახო და ისე მოვსპოფ, რომ დღეიდან იმისი სახსენებელიც აღარ იყოსო. ლომს შიოდა და სარჩოს მოსვლას ყბილი და კაცკაცებული მოელოდა, მაგრამ კურდღელი ლომის ბუნაკს დილამდე არ გაჰკარებია. განრისხებული ლომი ის იყო ბუნაგიდან გამოსვლას და მხეცების დასაჯელად წასვლას აპირებდა, რომ ამ დროს კურდღელიც მიცუნცულდა. ჩამოჯდა შორიახლო და თავმდაბლად მიესალმა. ლომმა მრისხნეთ შეხედა და შეუტია. სადა ხარ აქამდე, რატომ წუხელვე არ მოხვედიო? დიდო ბატონო, კრძალვით მოახსენა კურდღელმა. თქვენთან ერთი მსუქანი კურდღელი მომყავდა, მაგრამ გზაზე სხვა ლომი შემომხვდა. ის კურდღელიც წამართვა და მეც ძლივს გადაურჩი ცოცხალიო. რაო? ლომი შეგხვდაო? აღშფოთდა უზომოდ ლომი. ვინ გაბედა? ჩემს საბრძანებელში შემოსვლა, ახლავე წამიყვანე და მაჩვენეო. აქვე ახლოს ჭაში ზისო, უთხრა კურდღელმა. აბა წამიყვანე და გახურებინებ იმის სეირსო? დაირგვინა ლომმა. გაუძღვა კურდღელი ლომს, მიიყვანა ჭასთან და უთხრა. აი ბატონო, ამ ჭაში ზის, მაგრამ მეშინია მარტო ვერ ჩავიხედო. შენ ამიყვანე და ერთად ჩავიხედოთო. აიყვანა ლომმა კურდღელი და ჩაიხედა ჭაში. ჭის ფსეგელზე ფაფარაყრილი ლომი დაინახა, რომელსაც თათებში კურდღელი ეჭირა. ლომი ვერ მიხვდა, რომ ჭის გამჭირვალე წყალში არეკრილი მისივე საკუთანი გამოსახულება ჩანდა. ეგონა, ჩემ საბრძანებელში მართლა ჩემოჭრილა უცხო ლომი და ჩემთვის განკუთვნილი ულუფა მიუსაკუთრებიაო. და მთლად ცეცხლი მოეკიდა. კურდღელს იმავე წამს თათი უშვა და კბილება კაცკაცებული ჭაში თავდაყირა გადაეშვა. მაგრამ იქ არც ლომი დახვდა, არც ნადავი კურდღელი და თვითონ კი დაიხრჭო. გაიგეს მხეცებმა ეს ამბავი და კურდღელს დიდი მადლობა გადაუთხრეს.